გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები დაგიჭერ დაგიჭირე ნუ გძინავს დაინახე რა გააკეთა წამოდი ბოდიში მოვიხადოთ და ბურთი გამოვართვათ გამარჯობა ბოდიშს გიხდით შემთხვევით მოგვივიდა ესე იგი თქვენ დააზიანეთ ჩემი ფარდული რას ამბობთ ბურთს ვთამაშობდით და თქვენთან გადმოვარდა ბურთი? რა თქმა უნდა, წაიღეთ. ფარდულს რა დაემართა? ამას ხედავთ? კბილების ნაკვალევია. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ვიღაცა მთელი კუთხე დაღრღნა. თითქოს დინოზავრი იყო. რას ამბობთ? დინოზავრები დიდი ხანია აღარ არსებობენ, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, საჭიროა გავარკვიოთ, ვინ დააზიანა ფარდული. მაგრამ როგორ? ნაკვალევის მიხედვით ეს ცხოველები ტყიდან გამოვიდნენ. დღე უნდა დავათვალიეროთ და გავიგოთ რა ცხოველებია. შეხედეთ. რა მეიპოვეთ? ასაკეთებთ. ეს ხომ ბარსიკის ნაკვალევია, სტეპან პეტროვიჩის კატის. ის ამას არ იზამდა. შეხედეთ. პანიკის გარეშე. ხეს მე დავიჭერ. პაშა. გავიგე რა ხდება. ცხოველები, რომლებსაც ვეძებთ, თახვები არიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ ხე ასე შემოღრღნან. მაგრამ თახვები წყლის მახლობლად ცხოვრობენ. იქ იშენებენ სახლებს, თხრიან სოროებს. სტეპან პეტროვიჩის ფარდული რატომ დაღრღნეს? ყველაფერი გასაგებია. წყლის დონე მაიცია, თახვების კაშხალი და სახლი დატბორა. ახლა კი ახალ სახლს ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ. ესე იგი მავნებლები არ ყოფილან. თვითონაც დაზარალდნენ. რა თქმა უნდა, საბრალო თახვები. თუ ახალ სახლს ვერ იპოვიან, დაიხოცებიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ. გვერდით არხს გავიყვან და წყლის დონე დაიწევს. მე გავთხრი. თორ, შენ მიწას მოაშორებ. ანკი, შენ კი კაშხლის ნაწილს თავის ადგილზე დააბრუნებ. ტრაკ? კარგი, შენ კატას მიხედე. ტურბოზავრებო, წინ! აეშველება სტეპან პეტროვიჩის ფარდულს, იმას რა ვუღოთ? ვფიქრობ, მისი აღდგენაც შეიძლება. თავარია მისმა პატრონმა არ დაგვინახოს. მოგვიწევს ვიშრომოთ. მე და ანკი მოვიტანთ ხეებს, რომლებიც თახვებმა დაღრღნეს. ტრაკ, შენ მათ დადგმაში დაგვეხმარები. თორ და დო,
მიწა გაასწორეთ. ზერ, შენთვის განსაკუთრებული დავალება მაქვს. წყალსაცავთან გაფრინდი და ნახე თახვები თუ დაბრუნდნენ იქ. არის. ტურბოზავრებო, წინ! შესანიშნავი ახალი ამბავი მაქვს. თახვები თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ? კი. ახლა ყველაფერი კარგად იქნება. რაო ბარსიკ, ბევრი ისეირნე? სტეპან პეტროვიჩი ბრუნდება. ტურბოზავრებო, დავიმალოთ. ახლა ხელოსნები უნდა მოვიყვანო, რომ ფარდული შეაკეთონ. ბოდირს გიხდით, სახლში უნდა წავიდეთ. ჰო, რა თქმა უნდა. შენ რამე გაიგე? მე ვერაფერი. ტურბოზავრები, ზაღლი დინოზავრის მეგობარია. ვაშა, ზოფლიოში საუკეთესო მეკარე ვარ. თამაში ჯერ არ დასრულებულა. ბურთი სად არის? გაფრინდა. და ვინ წავა მის მოსაძებნად? მეკარეს უფლება არ აქვს კარი მიატოვოს. მე მოვიდან თქვენს ბურთს. გამარჯობა, შენ ვინ ხარ? ტობიკ, ჩემთან? აქეთ ადამიანი მოდის, თანაც მარტო არ არის. ტურბოზავრებო, დაიმალეთ. გამარჯობა, სტეპან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. მანქანები ტყეში უცნაურია. თქვენ აქ რას აკეთებთ? კაჭას ფეხბურთის თამაშს ვასწავლი. ტობიკ, ჩემთან მოდი. აქ მაინც არაფერი ხდება საინტერესო. ტობიკ, რატომ ხედ? წამოდი, სახლში წავიდეთ. დღეს ვეტერინართანაც უნდა წავიდეთ. ორჩა, წავიდნენ. რა მოგივიდა, ანკი? შენ რა ვერ დაინახე, რომ ტობიკს დო მოეწონა? რატომ გაგიკვირდოთ? ბოლოს და ბოლოს ჩვენ შორის ყველაზე ლამაზი მე ვარ. მოიცადე. მე დაგავიწყდით? კარგად შემომხედეთ. ფრთები მაქვს, ბიცეპსები. უკვე იყავით ვეტერინართან? ტობიკი სად არის? გაიქცა. როგორ? ქალაქში მოტოციკლს გაეკიდა და დაიკარგა. ვეძებდი, ვეძახდი, მაგრამ არ დაბრუნებულა. უნდა ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. ეჭვიც არ შეგეპაროთ. რამის თქმა გინდა თორ? ქალაქში ბევრი ქუჩაა. ფიქრობ, ტობიკი რომ ვიპოვოთ, უნდა გავიყოთ. მართალი ხარ. ტურბოზავრებო, წინ!
ტობიკი ვერ ვიპოვეთ. ის ხომ დაიღუპება. ტობიკი ძალიან პატარაა. ქალაქი კი უზარმაზარია. გესმით? სადღაც ქვევითა ალბათ ჭაში ჩავარდა. ული და ტორი, მიწა გათხარეთ. ანკი, შენ მილისაწევა მოგიწევს. ტრაკ, ტობიკი ფრთხილად უნდა მოიყვანო. შენ კი, დო, მიანათე რომ მეტი სინათლე იყოს. ტურბოზავრებო, წინ! ყველა საქმეს აკეთებს მე კი არავის გავხსენები ვარ. იქნებ მეც მინდა ბრძანებების გაცემა. უფრო სწორად. ფრთხილად. აი ასე. ყურადღება? ისტორიული კადრი. ძაღლი დინოზავრის მეგობარია. აი, ასე? ასე რომ იყოს? ეს რა კენი, ახლა როგორ ამოვიღოთ? ჭინჭარი ხომ ისუსხება. რა საინტერესოა? კიდევ ჭინჭრისგან ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება სუპების, სალათების. მინდა, ჭინჭრის სალათი მინდა. მოგიმზადებ სალათს. მე ახლა მაღაზიაში წავალ, თქვენ კი შეგიძლიათ ნაყინით ჩაიტკბარუნოთ პირი, მაგრამ ბევრი არ ჭამოთ, თორემ ყელი აქ ტკივდებათ. პაშა! იქნებ ნაყინში ჭინჭარი ჩავყარო, რომ უფრო სასარგებლო იყოს. სანამ ბები არ არის, სულ ცოტას გავსინჯავთ და მორჩა. ხელები დაიბანეთ? ნაყინი ნელა უნდა ჭამოთ, თორემ ყელი აქ ტკივდებათ. შეწყვიტეთ! ნაყინი მომეცით! რა ხდება აქ? ჩვენ ცოტა ნაყინი გავსინჯეთ. ბავშვმა მთელი კილა ნაყინი შეჭამა და ავად გახდა. იცით, მე მგონი მეც მაციებს. ხომ ხედავ? არა და გაგაფრთხილეთ. ახლა კი შენ და იპოლიტი ავად ხართ. ჩვენ წავალთ და მხმარეს მოვიყვანთ. შენ კი მანამდე საბნის ქვეშ დაიმალე. მის ფეხებს რა ვუყოთ, მაინც ჩანს. ჩემს ფეხებს ვერაფერსაც ვერ უზამთ. ჩემო პატარა, თაფლიანი ჩაი მოგიტანე. სად არის ჩემი სათვალე? მის გარეშე ვერაფერს ვხედავ. ბავშვს ფეხები სუნთლად გაეყინა. გალურჯებული აქვს. ერთი ფეხი, ორი ფეხი, მესამე ფეხი, მეოთხე არ არსებობს. ერთი ფეხი, ორი ფეხი. რაღარ მოელანდება ადამიანს. გამოჯამრთელდი და ნუ იმანჭები. ამბობთ, რომ 1 კილო ნაყინი შეჭამა და ავად გახდა? როცა ზერი ავად არის, დრონად ვეღარ გადაიქცევა. ღმერთო, რა მოხდება ბებია თუ დაინახავს? ჩქარა სახლში გავიქცეთ. ტურბოზავრებო, წინ!
ავად ყოფნა მომწონს კიდეც. ყველა შენზე ზრუნავს. ნერვიულობს. ალბათ კიდევ ერთი კვირა ვიქნები ავად. აბა, ავად არისო? მეგობარო. ძალიან ავად ვარ. ყველაფერი გასაგებია. ზერს სასწრაფო დახმარება სჭირდება. პრობლემა არ არის, ახლავე მოვაგვარებთ. ეს რა მოიგონეთ? სად მიყავართ? მილიონობით წელიწადი დინოზავრები ჭინჭარს სამკურნალოდ იყენებდნენ. ყველა დაავადებას კურნავს. რა ჭინჭარი? არა! ხედავთ? რომ გითხარით, ავადმყოფი მაშინვე გამოჯამრთელდა. ავადმყოფობა უცბად გაქრა. ვიპოვე, სათვალე ვიპოვე. ესეც ასე. ახლა ისევ კარგად ვხედავ ყველაფერს. ავადმყოფი პტეროდაქტილების დაცინვა ცუდი საქციელია. რამდენი მუხლუხი გაჩნდა ჩვენთან? რა საშინელება? თქვენმა მუხლუხებმა მთელი ჟოლო შემიჭამეს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩემი მუხლუხებია? თქვენ თვითონ თქვით, რომ მუხლუხები ყავთ. ბავშვებო, მაღაზიაში გაიქეცით და მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება მოიტანეთ. მე მანამდე ცოტას დავისვენებ. წარმოგიდგენიათ? აი, ამხილა მუხლუხებია. მეზობელი გამოხდა და ხვირილი დაიწყო. რა საშინელება? რა საშინელება? ესე იგი, ამბობ, ეზოში მუხლუხები გაჩნდა, მეზობელთან კი საშინელება ხდება? წარმოგიდგენიათ, მუხლუხები. აი, ამხელა. ზერმო უკვე ყველაფერი გითხრა. დასხედით. მაღაზიიდან მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება წამოვიღოთ. მეც წამოვალ თქვენთან ერთად. ვაშა! საშუალების მოსატანად მივდივართ. ერთი იდეა მაქვს. რა? უკვე მოვედით? სად არის მაღაზია? როგორ ფიქრობთ, იქნებ ფერი შევიცვალო. ახლა წითელია მოდაში. ჩვენ რა, სპეციალურად ყველა გუბურასთან გავჩერდებით? არა, ვფიქრობ, ლურჯი ფერი უფრო მომიხდება. დედა მეუბნებოდა, რომ ჩვენი სამყაროდან აქ არაფრის მოტანა არ შეიძლებოდა. ძალიან სახიფათოა. საშიში არაფერია. ჩვენ სამყაროში ეს მცენარე საუკეთესო საშუალებაა მუხლუხებთან საბრძოლველად. ის უნდა მოვწყათ.
რა უცნაური სიზმარია. წარმოგიდგენიათ? იქ, აი ამ ხელა. რა, ისევ მუხლუხებია? არა, იქ საშუალებამ ჭიშკარი შეჭამა. რა საშუალებამ? რაო გაუმაძღარო, შემჭამე არა? აი ეს კადრი განსაკუთრებით კარგად გამომივიდა. შეხედეთ, როგორი რაკურსია. ეს მტაცებელი მცენარეა ადამიანებისთვის განსაკუთრებით საშიშია. უნდა ამოვთხაროთ და ისევ ჩვენს სამყაროში გადავიტანოთ. ტურბოზავრებო წინ! დრაკ, შენ მის ტოტებს დაიჭერ. ანკი, შენ კაუჩს წამოსდებ და მიწასთან დასწევ. თორ, შენ ფესვებს ამოთხრი. შეუძლებელი არაფერია. ბავშვი საფრთხეშია. ზერ, მცენარე უკან ჩვენ სამყაროში წაიღე. ჩვენ კი სანამ ბებია გაიღვიძებს, გალავას შევაკეთებთ. რა ყოჩაღები ხართ ჩემო დამხმარეებო. მეგონა ვერ მოვასწრებდი ყველაფრის დაკრეფას ბაზრობისთვის. შესანიშნავი მოსავალია ბებია. საუკეთესო ბოსტნეულისთვის მთავარი ჯილდო შენი იქნება. მაგასაც ვნახავთ. წელს მე კარტოფილის საოცარი მოსავალი მაქვს. ო, კარგი კარტოფილია, მაგრამ ძალიან პატარებია, წვრილია. წვრილი? ჩემს კარტოფილზე ამბობთ? ნუ კამათობთ, ორივეს კარგი კარტოფილი გაქვთ, გამარჯვებულს კი ბაზრობაზე მოსული ადამიანები გამოავლენენ. ყველანი თავშესაფარში. ქარი, რა ძლიერი ქარია. ეს ყველაფერი გუშინდელი ქარის შედეგია. რა საშინელება? ხედავთ? არა და რამდენი მიწვალე ახლა რა ვუყუამდენ მოსავალს. ყველაფერი გაფუჭდება. ბები, არი ნერვიულო, დარწმუნებული ვარ, პავილიონებს აღადგენენ. ისიც ვიცი, ვინ აღადგენს. სულხელაკ ისეთი ამბავი იყო, ისეთი. ქარი რომ ამოვარდა ძლივს მოვასარი დამალვა დღეში უამრავი ხეწა აქცია. ქალაქში კი ქარმა დაანგრია პავილიონები, რომლებიც ბაზრობისთვის ააშენეს. ბებია ბაზრობისთვის საგანგებოდ ემზადებოდა, ბოსტნეული მოიყვანა. ბოსტნეული? სად არის ბოსტნეული? ბოსტნეულთან დაკავშირებით დაგეხმარებით. ზოგ-ზოგი ერთებს დიდი ხნის წინ უნდა დაეწყოთ დიეტის დაცვა. აჯობებს ბაზრობის აღდგენაში დავეხმაროთ. უბრალოდ კი არ უნდა აღადგინოთ, ბევრად უკეთესი უნდა გახდეს, ვიდრე მანამდე იყო, ზე? შენ თქვი ქარმა ხეებით აქციაო? აჰა? ეს ხეები სამშენებლო მასალად უნდა ვაქციოთ. ტრაკ, ხეებს ტოტები მოაშორე. თორ, მორები დახერხე. ტურბოზავრებო, წინ! ახლა
ახლა ცალ-ცალკე უნდა დავაწყოთ წვრილი და მსხვილი მორები. სქელი მორებისგან საყრდენებს გავაკეთებთ, ხელებისგან კი სახურავებს ავაწყობთ. შესანიშნავია. ახლა საღამოს დაველოდოთ. ქალაქში წავალთ და ახალ პავილიონებს ავაშენებთ. ეს რა არის? ხარი კი არა, ნამდვილი კარიშხალი ყოფილა. არა, კარბარბალა. ბოლ, ანკი, მორები აი აქ დადეთ. თავდაპირველად მოედანი უნდა დავასუფთავოთ. შემდეგ თორი მიწაში ხვრელებს გაბურღავს, შიგ ტრაქის საყრდენებს ჩააჭედებს. შემდეგ საყრდენებზე გადახურვას გავაკეთებთ. ტურბოზავრებო წინ! ბულ, დანგრეული პავილიონები გვერდზე გადაიტანე. თორ, ტრაქ, საყრდენები ჩადეთ. ანკი, შენ სამშენებლო მასალა მიაწოდე. თული სამუშაო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შესანიშნავია? აი აქ ცოტათი გასწორეთ. ვერტიკალურად. შესანიშნავად იმუშავეთ. ასეთ პავილიონებს ვერანაირი ქარი ვერ დაანგრევს. ვერც წვიმა. ნაგავი დავიწყდათ. მართალი ხარ. დანგრეული პავილიონები უნდა დავშალოთ. ლითონის კონსტრუქციები ცალკე დავაწყოთ, ნაჭრები ცალკე. ამ ყველაფერს მერე გადასამუშავებლად წაიღებენ. ეს ადვილია. დო, აქ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ. შენ კი ბავშვების სახლში წაიყვანე. ვახშმის დროა. ქარიშხლის შედეგები აღმოფხრილია. ყველა პავილიონი უცნობი მშენებლების ბრიგადამ აღადგინა. ისინი ნამდვილი გმირები არიან. უცნობი გმირები ვართ. ტელევიზორში არ გვაჩვენებენ. რა სასიამოვნოა ჯილდოების მიღება. მთავარი ჯილდო ჩვენ გაგვინაწილეს და ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. დიახ, საუკეთესოები ხართ. პეჯა, ტელევიზორი ჩართე. ახალი ამბები იწყება. ცუხელ ქარიშხლით დანგრეული პავილიონები რეკორდულ ვადაში აღადგინეს. ბაზრობა ზაფხულის ნობათი გაიხსნა. ეჰეი, გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.